პროევროპულ მარშს მმართველი გუნდი არ უერთდება ქართულ ოცნებაში მსვლელობას ფარს უწოდებენ, ამბობენ, რომ მსვლელობის ორგანიზატორების სტატუსის მიღების წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ოცნების ბოიკოტი პროევროპულ მარშს სალომე ლაბაძე გვიერთდება შეფასებებით ამ თემაზე. ეხმაში როცა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ოპოზიცია და საქართველოს პრეზიდენტის ევროკავშირის მარშში ერთვებიან და საბოლოო გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე პარტნიორებს კიდევ ერთხელ მკაფიოდ ატყობინებენ, რომ ქართველი ხალხის ნება არის ნამდვილად ევროპული მომავალი, ერთადერთი ვისი დღის წესრიგის ყველა სხვა აქტორის დღის წესრიგისგან განსხვავდება არის სწორედ ქართული ოცნება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიებაზე, სადაც მოგვეცა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით ოცნების რამდენიმე ლიდერს, მათ შორის ნინო წილოსანსაც, რომელიც პარტიულ მესიჯბოქს იმეორებს და გვეუბნება იმას, რასაც მათგან მისმენთ წინა დღეების განმავლობაშიც და აღნიშნავს, რომ ეს ღონისძიება არის ფარსი და ის ორგანიზებულია დესტრუქციული ძალების მიერ. ნინო წილოსანი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მსგავსად ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორისა არის იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც მოქმედებდნენ სტატუსის მიღების წინააღმდეგ. ახლა კი ერთადერთი, რასაც ეს ჯგუფები ცდილობენ ქართული ოცნების შეფასებით, არის იმ წარმატების მიღწევა, რომელიც ქვეყანას უკვე თითქმის გარანტირებული აქვს. როგორც ოცნებაში გვიმტკიცებენ, ის რომ საქართველოს მიიღებს კანდიდატის სტატუსს, იქნება მთლიანად სწორედ ქართული ოცნების დამსახურება და ეს იმის მიუხედავად, რომ ევროკომისიის დასტურითაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ 12-დან მხოლოდ 3 რეკომენდაცია შეასრულა და ამით ბუნებრივია ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესში წინსვლაში ხელი არ შეუწყო. ეს მარში, რომელზეც ახლა თქვენ კითხვას მისვამთ, ამ ადამიანების მხრიდან, ასე ვთქვათ, განხორციელებული ფარსია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, იმიტომ რომ სულ რაღაც ახლო წარსულში თითოეული მათგანი სალომე ზურაბიშვილიდან დაწყებული არასამთავრობოები და სხვა პოლიტიკური პარტიებით გაგრძელებული სპეციალურად დადიოდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან გაკეთებული განცხადებებითაც არწმუნებდნენ ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველოს არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. დღეს, როდესაც ისინი ხედავენ საქართველოს სახელმწიფოს ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევა კონკრეტულ შედეგს იღებს და კანდიდატის სტატუსის მიღებასთან სულ რამდენიმე დღე გვაშორებს ამ ადამიანების ბოროტი ძალისხმევის მიუხედავად ისინი ცდილობენ უკვე რომ თავად ამ პროცესში ჩაერთონ და ჩაერთონ ყველაზე მეტად პოპულისტური გზებით. ეს არის კერძო სექტორის არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით ჩატარებული ღონისძიება, მათ თავისი დღის წესრიგი აქვს, შესაბამისად ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ერთადერთი პოლიტიკური გაერთიანება და ორგანიზაცია, რომელიც ჩაერთო ევროპული რეკომენდაციების შესრულების გზაზე, ეს იყო ქართული ოცნება, სხვა ძალები, დესტრუქციული ძალები, რომლებიც არიან გარკვეული ნაწილი არც ისე დიდი, ეს ადამიანები ყველაფერს ცდილობდნენ იმისთვის, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი და მე მჯერა, რომ ევროპელი ლიდერები მიიღებენ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას. ქართული ოცნების არც ერთი წარმომადგენელი რომ ამ მარშში არ ჩაერთვებოდა, ჩვენ ამის ანონსს მათგან მთელი კვირის განმავლობაში ვისმენთ, თუმცა ოცნების ლიდერები არც ამით კმაყოფილდებოდნენ და ჩვენ გვესმოდა მთელი კვირის განმავლობაში რიტორიკა, რომელიც მიმართული იყო სწორედ იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც აორგანიზებენ ამ ღონისძიებას და რომლებიც მონაწილეობენ ამ ღონისძიებაში. მე შეგახსენებთ, რომ ერთადერთი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, ვინც ჩაერთვება მარშში, არის საქართველოს პრეზიდენტი.